და კვლავ საქართველოს და ასევე სტიქია ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიდი დარბაზის პარტერი ასევე გახმოვანებისა და განათლების აპარატურა დაზიანდა. მიზეზი ჭერიდან ჩამოსული წყალია. თეატრი თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარემ მოინახულა, როგორ აგრძელებს თეატრის ხელმძღვანელობა მუშაობას და გაგრძელდება თუ არა სეზონი მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ამაზე უფრო ცუდად უკვე 5 საათიან გამოშვებაში ვისაუბრებთ. მერის სამსახური მოგზაურდა აქ 5-6 კაცი შემოგვიდა. ისა გადაგებულისა მჟოლობები და წყალი ოქინა მხარეს ეთქო დაგრო. ჩავიდა ხმის ჩამწერ სტუდიაში, ხმის აპარატურასა და დგას რადისტების ოთახი, ტექნიკური რეჟისორების ოთახი, რომელიც არის ლოჟაში, მესამე სართულზე. და უკვე ნაკადით იქედან დაიძრა წყალი დიდ დარბაზში და დატბორა უკვე დიდი დარბაზი. მე ქალაქის ხელმძღვანელობას დღესვე ჩავაყენებ საქმის კურსში, სასწრაფოდ არის მოსაძიებელი თანხები, რომ ის რაც გაკეთდა, თუნდაც დეკორაციების დონეზე არ დაზიანდეს, ხოლო აქ არ შეექმნას მოსულ მაყურებელს საფრთხე.